საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ქსნის ქვესადგურის ტერიტორიაზე 200 მეგავატის სიმძლავრის ელექტროენერგიის შემნახულ სისტემას მოაწყობს. საუბარია შემნახველი ბატარეების მშენებლობის პროექტზე, რომლისთვისაც საქართველოს აზიის განვითარების ბანკი თითქმის 98 მილიონ ევროს მოცულობის ცესხს გამოუყოფს. პროექტის მიზანი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაზრდა და ასევე ქსელში განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების დამატებაა. აღსანიშნავია, რომ ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების მშენებლობას ეკონომიკის სამინისტროს მიერ გასულ წელს გამოცხადებული მეორე CFD აუქციონიც მოიცავდა, თუმცა კერძო სექტორის ინფორმაციით საბოლოოდ მთავრობამ კომპანიებთან ამ მიმართულებით მემორანდუმები აღარ გაუფორმებია. ნუცა შუბაშვილმა მოისმინა შეფასებები და დეტალებით პირდაპირ ეთერში გვერდდება, ნუცა გისმით. ანიკო, მოგესალმები. საქართველოში პირველი ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების სისტემის მოწყობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით იგეგმება. შესაბამისი სასაცილო შეთანხმების პროექტი დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარადგინა. 200 მეგავატის სიმძლავრის ელექტროენერგიის შემნახველი სისტემის პროექტის განხორციელების პერიოდად 2025-2028 წლებია მითითებული. მისი განმახორციელებელი კი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და როგორც აღინიშნა, ობიექტის მოწყობა ქსნის ქვესადგურის ტერიტორიაზე იგეგმება. როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, ქვეყანაში მსგავსი ტიპის ენერგოობიექტის არსებობა აუცილებელია, რადგან ასეთი ობიექტი საშუალებას იძლევა, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია პიკური მოხმარების დროს იყოს გამოყენებული. მეორე მხრივ კი ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების სისტემის გარეშე სამომავლოდ ქსელში განახლებადი ენერგიის ობიექტების, მათ შორის ახალი მზის სადგურების ინტეგრირება გაჭირდება. შემნახველი ბატარეის როლი რამდენიმე მიმართულებით შეიძლება გამოიყენოს ქვეყანამ. პირველ რიგში თვითონ სისტემის უსაფრთხოებისთვის და მოგეხსენებათ მზის და ქარის პროექტების შემთხვევაში წარმოქმნილი რისკები შეიძლება დაზღვეული იქნეს აღნიშნული ბატარეის მეშვეობით. ასევე იძლევა საშუალებას ჭარბი ელექტროენერგიის შეგროვების და როცა სისტემას და ქვეყანას აქვს დეფიციტი, მაშინ მისი გამოყენების და ასევე იძლევა საშუალებას, რომ იმ პიკი საათების რისკები დაზღვეული იქნეს. ერთადერთი საკითხი რაც არის, ეს არის თვითონ ღირებულება, რა დაჯდება საბოლოოდ აღნიშნული პროექტის განხორციელება და მისი ეკონომიკური ეფექტი, თუ ვთქვათ, აღნიშნული მეტნაკლებად რეზერვუარიანი ტიპის ჰესებთან მიმართებაში, ვთქვათ, ახლოს იქნება ხარჯი და ვთქვათ, მისი ალტერნატივა რეალურად არის ვთქვათ, ხუდონი ნამოხანი აღნიშნული ტიპის პროექტები და მათ შემთხვევაში გამართლებულია ეს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების მშენებლობას ეკონომიკის სამინისტროს მიერ გასულ წელს გამოცხადებული მეორე CFD აუქციონიც მოიცავდა, თუმცა კერძო სექტორის ინფორმაციით საბოლოოდ მთავრობამ კომპანიებთან ამ მიმართულებით მემორანდუმები აღარ გააფორმა. როგორც ჩვენთან საუბარში მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი აცხადებს, სავარაუდოდ მთავრობამ მიიჩნია, რომ კერძო სექტორის მიერ შეთავაზებული დაახლოებით 9 ცენტიანი ტარიფი ძვირი იყო და ამ ტიპის ენერგოობიექტების უფრო ცენტრალიზებული გზით მშენებლობა გადაწყვიტა. თორნიკე დარჯანია მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის შემნახველი პირველი სადგურის მოწყობის შემდეგ მთავრობამ ამ მიმართულებით გარკვეული წამახალისებელი მექანიზმები უკვე ბიზნესისთვისაც უნდა შექმნას. ვინაიდან მზის ელექტროსადგურები და კიდე სხვა ტიპის გენერაციის ობიექტები, განახლებადი წყაროები არის არასტაბილური გენერაციის წყარო, ხო? ანუ მათ ახასიათებს შეიძლება წამიერად შეიცვალოს სიმძლავრი, გაიზარდოს ან შემცირდეს. და აი ამ გაზრდაზე და შემცირებაზე რეაგირებისთვის არის საჭირო ასეთი ტიპის შემნახველი. შესაბამისად, ასეთი ტიპის შემნახველი, როდესაც გაქვს, ხო, უფრო მეტი განახლებადი ენერგიის ინტეგრაცია შეგიძლია, ანუ უბრალოდ ცვალებადი გენერაციის ობიექტების ინტეგრაცია შეგიძლია უფრო მეტად. იყო საკმაოდ დიდი რაოდენობის პროექტები ასეთი წარდგენილი, თუმცა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ეს ალბათ სავარაუდოდ არ იყო მომგებიანი ასეთი ტიპის სადგურების დაყენება, როგორც ტექნიკურად, ასევე ფინანსურად და გადაწყვიტა, რომ ცენტრალიზებული მიდგომით, ანუ ეხლა როგორც ვიცი, ქსნის ქვესადგურში ყენდება ეს შემნახველი და ამ ტიპით წასულიყო. რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია და ვფიქრობ, რომ პირველი მაგალითი თუ სახელმწიფო მოგვცემს პირველ მაგალითს ამ შემნახველების მონტაჟისას და ვნახოთ
როგორ გაამართლებს და უნდა გაამართლოს იმიტომ სხვა ქვეყნებში ეს აპრობირებული პრაქტიკა არის. შემდგომ უკვე ქვედა დონეზეც, ანუ საწარმოებშიც და ჩვეულებრივ მეურნეობებშიც, სახლშიც, საყოფაცხოვრებო პირობებშიც უნდა იქნეს ინტეგრირებული ასეთი შემნახველები. როგორც აღინიშნა, ელექტროენერგიის შემნახველი სისტემის მოსაწყობად საქართველოს აზიის განვითარების ბანკი თითქმის 98 მილიონი ევროს მოცულობის ცესხს გამოუყოფს. ჯერჯერობით უცნობია, როდის იგეგმება პროექტის მშენებლობის დაწყება, თუმცა მისი განხორციელების ვადად 2025-2028 წლებია მითითებული. მადლობა ნუცა, ეს ნუცა შუბაშვილი იყო, რომელსაც ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების სისტემის პროექტსა და მის პოტენციალზე ინფორმაცია მოგვაწოდეთ.